ისეთი ლამაზი ვაფლები გამოვიდა. ავიღე 5 ცალი კვერცხი, ავიღე 2 ცალი პატარა მაწონი, აი ესეთი მაწონები 2 ცალი, 1 ჭიქა რძე და 1 პატარა ჭიქა ზეთი. მაწონი და სოდა კარგად გაურია ერთმანეთში და ეხლა გადავიტან კვერცხთან. ეხლა ვუმატებ ქვილს, რომ მივიღო არაჟნესებრი მასა. ცომი უკვე მზად არის, დავუმატე ესეთი 1 ჭიქა. მე ზეითუნისითი დავუმატე და კარგი იქნება თუ ზეითუნს გამოიყენებთ. ასევე შეგიძლიათ ნებისმიერი ზეთი დავუმატოთ თქვენ. ზეთიც დავუმატეთ და ცომი უკვე მზად არის, ეხლა გახურებულ ტაფაზე დავასხამთ და გამოვაცხობთ. წინასწარ გახურებულ ტაფაზე ვასხამ სუსტად აი 1 კოლს ცომის მასას და გადავანაწილებ. ესეთი ლამაზი ვაფლები გამოვიდა. ზემოდან მე წავუსვი ნუტელა და მოვალაგე ბანანი, თქვენ შეგიძლიათ სხვა ხილიც, რაც გნებავთ მოალაგოთ. დავაფარებ მომდევნო ფენას. ასევე ზოგჯერ ვაკეთებ თაფლითაც, ვაკეთებ ჯემითაც, სხვადასხვა ხილით.